რას ფიქრობ მაგაზე, რომ შენმა გამოჩენა ამ ამპლუაში ესეთი სიყვარული დაიმსახურა? იცი რა, პირველ რიგში ძალიან მიხარია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ალბათ რაღაც რო აკეთებ, ტყილია, რომ არ გაინტერესებს შედეგი, ხო? ნებისმიერ ადამიანს ყოველი ახალი წამოწყება მით უმეტეს რაღაცა ახალ გამოწვევებს უყენებს წინ და თუ აი ეს რეაქცია თქვა ადამიანების ვისაც შენ ამას აკეთებ არის პოზიტიური, ამაზე უკეთესი არ შეიძლება არაფერი იყოს რა. სულად ახალი ამპლუაა, მე ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ სტუმრის სტატუსი და ბევრი შაყირობს კიდევ სამ თემებზე, რომ ძეგლი დაუდგით, რა ქვია, ბარათაშვილს როგორც პოდკასტების მას რა ქვია, სტუმარს, იმიტომ რომ არ დარჩენილა პოდკასტი, სადაც სტუმრად არ ყოფილი ვარ. მაგრამ აბსოლუტურად სხვა ყოფილა თურმე როცა შენ ხარ მასპინძელი, იმიტომ რომ აქ შენ კი არ ყვები, შენ უნდა სხვას აცალო. მე არ ზამთრად კარგად გამომდის ეს, იმიტომ რომ მე 6 თვე ვარ და შესაბამისად მიყვარს ლაპარაკი თვითონ და რაღაც დომინანტის როლში ყოფნა უფრო მსიამოვნებს. აქ სხვაგან არა. აქ კარგი, მაგას უფრო კარგად გაიგებს ცოტა ხანში მაყურებელი, მანამდე შენთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა. რომელ ასაკში დაბრუნდებოდი მხოლოდ ერთი დღით და რატომ? რატომ უფრო მნიშვნელოვანია ალბათ და აი რატომიდან უნდა ამოვიდეთ ამ შემთხვევაში, ხო? დაბრუნდებოდი 93 წელში შეიძლება ან დაბრუნდებოდი 98-ში. ერთ და იგივე მიზეზით სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებაში. დაბრუნდებოდი 93-ში მის იანვარში, იმიტომ რომ ჩემი პირველი ძალიან დიდი ტკივილი, ჩემი უახლოესი მეგობრის ნიკა ჯმოხაძის დაკარგვა სწორედ იმ პერიოდში 5 იანვარს მოხდა 93 წლის და 98 წელს დედა ჩემი გარდაიცვალა და მე დაუბრუნდებოდი წინა დღეს ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც არც არ შევცვლიდი, მე ვერც არ შევცვლიდი ჯერ ერთი ახლა, იმიტომ რომ შემეცვალა, მაგრამ ცოტა უფრო დიდხანს დავრჩებოდი აი ამ ადამიანებთან, ერთთანაც და მეორესთანაც, იმიტომ რომ მე და ჩემი ვფიქრობ, რომ ალბათ საუკეთესო კუთხით დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ბოლო რაც მახსოვს, რომ ზურა ვიკაშვილი, ჩემი მეგობარი და მისი მეგობარი ამავდროულად იყო მოსული პალატაში სტუმრად და მუსიკა იყო ჩართული და ცეკვავდა იმასთან. ანუ მე რო გამოვედი, მე ნახე დედა ჩემი ბოლოს კარხასაზე გაღიმებული მოცეკვავე ჩემ მეგობართან. ეს იყო რაც ჩამჩა. ამაზე უკეთეს მე ალბათ ვერც ვერ ვინატრებდი, მაგრამ თუ დაუბრუნდებოდი იმ დღეს, დაუბრუნდებოდი იმისთვის, რომ ცოტა მეტი ხანი, ცოტა გამეხანძლებებია დაუშვათ ეს სიამოვნება, თქვათ, თუნდაც ლაპარაკობ და უბრალოდ მეც კი რა ამისთვის. რომელ სურნელთან ან გემოსთან ასოცირდება შენთვის აი ეს ბავშვობის ოჯახური შეკრებები? იცი რა, ბებია ჩემის დედა რაღაცას უკეთებდა ლობიოს. მე ვერ ვყვევი საერთოდ იმაში, სუნელებს თან ვიხდები რომელი არის. და როგორც მგონია რატომღაც, რომ ომბალოა ეს. არ იყო დიდი მზარეული რაღაცა განსაკუთრებული და გადასარევი. აი მე მგონი ლობიოს გარდა არაფერი სხვა არ გაუკეთებია არასოდეს, მაგრამ ნუ თუ გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში დედათ არ დამამახსოვრდა და აი ეს ვიცი, რომ ის რაღაცა თუ მომხვდა, ეგრევე მახსენდება დავითაშვილზე, აი მეორე სართულზე ის რაღაცა საოცარი ბინა. რომელ ნივთს დაიბრუნებდი ბავშვობის დროინდელს, რომელიც ძალიან გიყვარდა და ეხლა გექნებოდა თან რო გეპოვნა? ბიძა ჩემმა მაისური ჩამომიტანა არგენტინის ნაკრების, რაც იყო ჩემთვის იმ პერიოდში, ხანო, იმიტომ რომ თვითონ მაისური დედამისმა შეუკერა ოქროყანაში ფარდიდან. იმიტომ რომ ფარდა იყო ცისფერი და თეთრი ზოლებით და ის ანუ მისი მაისური ის იყო და ამან თვითონ მე ჩამომიტანა ბუენოს-აირესიდან რაღაც იმეთი რა ქვია და აი ის სანამ არ შემივიდა ტანში ეს თვითონის მაისური დაიშალა და რაღაცა ზოლები სანამ მეტყვან არ გამიჩნდა იქამდე ვატარებდი და აი ხა სიამოვნებით ახალს ოღონდ იმითი ამიჯერენ ახლა და აი ის ნამდვილ ახალს იმას ვისურვებდი, კი მაგ იმის მერე 200 მაისური ჩამოვიდა მეტყვან, მაგრამ ის მაისური მინდა.
კარგი, დაგიტოვებ ტრადიციულად, მაშინ ამ კითხოთ. კი ბატონო, ცოტა ხანში მოვაგიდე ვასაუბროთ, ხო? მოვიდა ჩემი ზმა. აბა ესე იგი ვიხსენებდი გუშინ პირველ დროის გნახე და მე გამახსენდა თო რამდენი წელი გავიდა ღმერთო ჩემო 73 ის მე ჩავწერა. ხო მე ჩავწერა ბაჭი ბებია ჩემი თინა კიჭას დედა იყო 85 86 88 წლის ეუნებოდა რომ მანქანა გამომიგზავნეს ზესტაფონში მომიკვდა ნათესავი აბა თქვენ ზესტაფონში ხوار წახვალ და თინა მედიო უნდა მოუხადოთ ისა სინდის ხო უნდა მოირეცხოს ოჯახიდან ხო წავიდო და ერთხელაც ურეკავსო დედიკო კიჭას ეუნება 88 წლის ხო ჯიპს ნუ მიგზავნიო რა ვერავდივარო ზემოდანო და ზესტაფონში მიდიხარ რჩები ქელეხში ნადიხარ იქ სადღაცა უშანგიჩხეიძის სახმუზეუმის ზემოთ სასაფლაოზე და ერთი ნაბიჯი არ შეგილია რომ იმაზე პრადოზე ახვიდე არ მინდა დედიკო ისა რა ქვია პრადო გაომიგზავნე დაბალი მანქანა არა გავიგე ხომ არა შეჭემ წარმოიდგინე თუეში სამჯერ მიდიოდა ზესტაფონში იმაზე პანაშვიცე და დაგზავნოს ეგრე იყვნენ ხა ეგენი ჩიჩა იძახო ხა როგორ კიდე კაი ამის დადესავი ფეროში არ მუშაობდნო თორე იცი რამდენი იქნებოდნო მითხარი გავიგე ხა როგორ ნახე პირველად რო იყავი 2 წლის ლიგაში დავყავდი ბებია ჩემს და ბაბუა ჩემს ხო ნუ აი ალბათ სკოლამდე და ხო იმიტომ რომ მე მახსოვს მე დეჩემთან ერთად ვიყავი და დეჩემმა მომიყვანა პირველ კორპუსში ცხოვრობდი თქვენ მაშინ აი ტყე იყო რა მარჯვენა მხარეს ესე მახსოვს პირველ კორპუსი ეგა პირველ კორპუსი იყო იქ იყო ის რა ქვია აბაზანები იყო გვერდზე კორპუსი რომელშიც იყო სამკურნალო კორპუსი და საცხოვრებელი იყო ყველაზე ესეთი პრესტიჟული იყო პირველი და მეშვიდე რა ტყეში იყო ჩვენ ცხოვრობდი მეშვიდე შენ ცხოვრობდი პირველი არის ქურდების მეშვიდე არის მეების ხო ნუ მან მაგაზინი ჯერ მოჩქარდებით მაგის ნომრების იმაზე რა ქვია ძალიან ბევრია ადრე 2 იყო და იმდენი პატიმარი გაიჭითა მე რომ ხო მე შემიშანებები გაგეთა და უკვე ანუ შენ ცხოვრობდი მან იყო ბებია შენთან ერთად ორივესთან გუგულისთან და ბორისთან ეთერი შენი ეთერი ბებია ჩემის და არის რომელიც მე შენი არსებობა ის 4 წლის როგორ ნახეს გავიგე ხა მაგრამ ეხლა რო გითხრა რომ ეთერი მიშვილა ეთერი შენ გიშვილა და მიშვილა ეხა ფურცელზე კი არ მიშვილა მე შენი ფეხბურთის ამბები შენის და მე რეტყუპების ვიცოდი ყველაფერი სანამ მოხვიდოდით იმ დინამოში და იმაში ხო რო იზდებოდი ხა 4 წლის როგორ ნახე ხა შენი ხარ ვიქნებოდი მე ავაზაში ამიტომ ვიცოდი ყველაფერი ეს ეთერიდან იმიტომ რომ ეთერი იყო გადაფოფრელი შენზე და შეშლილი და ეთერი შვილი რო არ ყავდა თქვა რომ კაროჩე აი ეს იქნება ჩემი ისა ეთერი ბაგრატიონი ფანტასტიკური ქალი ყველა მუსიკანტი ხე მე დავდიოდი ვერ ვისწავლე ვერაფერი ოღონდ მე ელენე ბებია ჩემი უნდა რომ ვიღაცა სახში დაეკრა იმიტომ რომ ჩუტა უკრავდა და მეტი დანჩენი არ უკრავდა ჯერ მე ვისწავლე საბაჩი ვალსი ბებია შენ მასწავლა ელენემაც მე მგონი ეგ ისწავლა იმიტომ რომ მეტი მე ვისწავლე ისა მანი აი ამის და კარგეთი ეს მოდიო ხო რა მე ეთერი თქვა რომ მოკლედო მეო ამ ჩემს სახსაც რეზიკოს ვტოვებო ხო ეგ ვიცი მეგობრა და კიდე ერთი თხოვნა მექნებაო რა რომ ინგლისურზე ატარეთო 4 წლიდანო და სადამდე ცივლისო მანამდე მე გადავიხდიო მაგის ფულსო და 50 მაინეთი იმაში როა ტანს კლასში რო არის ხო იცი ვერის ოფის 50 მაინეთი ჩასაიო 50 მაინეთი ბევრი ფული იყო ხა კი არა ხო და ეგ ის კონდა გენიალური კალი იყო ეთერი იყო ბებია ჩემის უახლოესი ძალიან ცოტაჯერ ჩესნათ რო გითხრა ცოტაჯერ რჩებოდი ხოლმე რა ყველაზე ახლოს იყო სკოლასთან ხო ეთერი
მე იქით ბერძენიშვილზე ცხოვრობდა, ესე იგი, ჩემი დედაჩემის მშობლები, ჩემთვის არ ვიცი, ეგეთი ტკბილი სახლი არ არსებობს რა. ბაზალეძე ეს სადაც სიკო ცხოვრობდა დოლიძე და კეთი ზემოთ მესამეს. პირველ სართულზე ცხოვრობდნენ დედაჩემის მამიდები, ბაბუაჩემის დები. ეგ კიდევ თალკე ფენომენალური სახლი იყო, აი მან ყველაზე ნაკლებად მიწევდა ეთერისთან. ეთერთან ხა ცოტა სტროგი იყო ხა რა. ხა ეთერისთან რა ვარია, ვისა, ვერაფერს ვერ შვები რა. ხან ისა ყავს, რა ქვია? მოსწავლე ყავს. ხან ვისა, რა ქვია, ხმაური არ უნდა იყოს, რაღაცა. ხო ის იყო რა. ისე მე დავდიოდი მაგას გეუბნები. ცხოვრება არ გინდა ახლა ეთერისთან, ადექით აწექი და ჯეკი მიშეთი ჩააბარე. კი, იქნებოდა, იმიტომ რომ ეს იყო ხა. ქართულის მასწავლებელი ეთერის თავზე, ჩემი ხო და ყველაფერი იქონდა. ყველაფერი იქონდა რა. ჩემი ვაკეში სწავლა სარატო გადაწყდა ესე უცბად. იქ პლეხანოვზე უბრალოდ ტყუპები რო გაჩდნენ, მამიდა ჩემი თავის ქმარშვილით, ბები ბაბუ, კიჭას მშობლები. კიჭა თამრიკო მე ტყუპები და ძიძა. უბრალოდ ადგილი აღარ მქონდა რა. ბებია ჩემი თინა, აი მართლა გეუბნები რა, იმაში. ხანდახან იყო ხოლმე ისეთი რაღაცა, რომ აი თან არ არსებობდა, რომ მაგათ რომელიმე თავის ნათესავისთვის უარი ეთქვათ, რომ ჩამოვიდო და ვიღაც კი არ ყველა სად უნდა გაეშვა და სახში აძინებდნენ რა და იმაში რა ქვია, გამოაღო კარა და იქ ლეიბი გაშალა და შიგნით დაწვა, ბებია ჩემი. აი ჯიბზე რო ერადიოდა ესა კიჭას დე პრადოს ხო ეხა ნახე რა მაინტერესებს მე აი ეს რაღაცები ჩაწერეს ეხლა მათ მაგრამ ვილაპარაკე კაია და ეგრე ეს ეგეთი ჩივაძესავით მოგვივიდოდა რა მოკლედ რაღაცა მოყვა რა იცი როგორ იტი რა ცოტა ისე იყო რა ემოციებზე იყო და ნუ მიყვა ეთყობა იქ რაღაცა დათო და ვიტალა და რაღაცა და კიფოზე ბოლოს მოუვიდა ესა რა დაწმოზის ხოლმე. ხო, კულმინაცია და ცრემლები და რაღაცა და გოგომ უთხრა რომ ბატონო საშა ძალიან დიდი ბოდიშიო, მაგრამ ვისო, გაფუჭდაო ისო და ეგ ვისო ვერ ჩავწერეთ. თუ შეიძლება კიდეთ ვასო ვარ გოძიაშვილი. ვასო ვარ გოძიაშვილი. დავიდა რო ვიტიროში. კიდე კაი საშა კიდე კაი რო ხა ეს ჩაიწერეთ ამის მაგას დაერნო კარგად მოუყევი და მეთქი ხა ვასო არა ზა კარგად მოუყევი და ვასო გოძიაშვილი ვარ კრეკეციც ვასო ვარ გოძიაშვილი გამითხარი იცი აი მაშინ რა ქვია იერარქია კაი ხა უყურე შენ ხარ ის რესპონდენტი ჩემთვის რომელსაც მე ყველაზე კარგად ვისნობ და მთელი თაობები და ხა ეს ეთერი და შარლი კოდესენ ყველა არ ბეხსენებია ხო რასაკვირველია ანუ ჩვენ ვართ სამი თაობა რაც მე ვიცი. იქით კიდევ ვინმე იყო თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ ბაგრატიონები და რაღაცები კიდე იქით რაღაც პლატინზე მივდივართ, ხო? მაგრამ ანუ ჩვენ მეგობრობთ. ჩვენი მშობლები და ეჩემი და მამაშენი და ბებიები და ბაბუები ასევე გადაბოლები. შესაბამისად მე ვიცი თითქმის ყველაფერი შენ შესახებ. მე რო ვიცი მე ხარ მოუყვები შენ ამბებს. ამიტომ შენ ლაპარაკი არ გიჭირს ისაც. ხო, მაგრამ როგორიც შენი ის არის, რა ქვია, ფორმატი როგორიც არის? ეს არის, ფორმატი არის ეს. ახლა იქნებოდა მითხარ, რამეს დალდე? ეს არის შეუკვეთე მე მითი რა ქვია აპლიკაციით ორნაბიჩს და ამათ ის ყველაზე კაი ფასები აქვს და პლუს აქვს კიდე თუ აპლიკაციით უკვეთავ, კიდე არის ესენი რა ქვია 1000-იანი უკვეთავ შეიძლება გაჩუქონ კიდე. მე ყველაფერს გაჩუქებენ კიდე. მე დავვლევ ლუც შენის მე არა ნებართვით. კორონა ძალიან კაია სხვათა შორის, მაგას უნდა ესე ლიმონი შიგნით. ამაში კარგად გააკვეტო. ლუდი მიყვარს ძალიან. შენ გეტყობა ლუდი რო გიყვარს. მე არ მეტყობა, გოშკას ავითავარ. კიდე უფრო საინტერესო რამეს გეტყვით. თუ გამოიძახებთ აპლიკაციით ორი ნაბიჯიდან პროდუქტებს, ჩაწერეთ პრომოკოდი ბაბუა და დამატებით მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას. რა არის, იცი, მიუხედავად ჩემი 5 წლიანი გერმანიაში თამაშის და ბელგიაში, არა ვარ ლუდისტი რა. აი, მე ისეთ რაღაცები მქნანახი. არა, აი რატომღაც მე დატყუპები არა. მამა ჩემი ახლა მამა ჩემი არ არის ლუდისტი, მამა ჩემი ღვინისტია, იმიტომ რომ ბაბუა ჩემი რეზო იყო
ნუ ალბათ აი იმ თაობის პირველი მეღვინეებინა, სადაც ღვინოს გაკეთება დაიწყეს რა, იმაში საბჭოთა კავშირში, რა ვიცი, პეტრიაშვილის ქარხნის ერთ-ერთი მთავარი მეღვინე იყო და ბოლომდე სანამ კარგად იყო და სანამ ფეხზე იყო და სანამ იმას სამსახურში დადიოდა 80 რაღაცა წლის იყო, რომ სარტიჭალაში კიდე დადიოდა იმაში, რა ქვია, უკვე პატარა ღვინის ქარხანაში გადავიდა, იქ მანამდე საგარეჯოში იყო, მაგრამ აი აქ იყო, ნუ აი ამ უნიკალურ პეტრიაშვილის ღვინის ქარხანაში ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო რა. ხო და ჩვენ ქარხანაში. ჩვენში ხო, ჩვენ იმაში რა, გიორგოვის თვის ქარხანაში, ხო და ბაბუა ჩემი, ესე იგი მეორე, დედაჩემის მამა, ამრიკოს მამა არის ბესარიონოვიჩი. ასევე სასწაული კაცი და საერთოდ რა არის, იცი? რამე თუ ადამიანს ჩემი აზრით შეიძლება კარგი კონდეს ძალიან დიდი წილია ამაში ბაბუების და ბებიების. ეგრეა. და აი რამხელა ბედნიერებაა წარმოიდგინე რომ დიდხანს ყავს ესენი ყველა. აბა. და შენ რა არის საბჭოთა ბავში რა არის რა სუქცალია რა თუ ეზოში არა ხარ? აბა ეხა არავის აღარ ცალია მუსიკა, მათემატიკა, ფრანგული, ქართული, საწოდები, იმისა, ესა არაფერი შოთის შვილი სტამბულში ფეხბურთზე დადიოდა 2 საათი იქით 2 უკან და რაღა უნდა გაეკეთებინა. სულ იქ ჩასულიყო დედაჩემი და მამაჩემი, შეიძლება ის ვერ ენახა წესიერად. ხო და ეს ორი ჩემი ბაბუა ყოველი აი დადგებოდა თუ არა პარასკევის საღამო, ყველანი ერთად მივდიოდით იმაში. ცხეთაში ჩვენ სახში. იქ იყო ხილის კრეფა, იქ იყო ვენახის წამლა, იქ იყო არაგუზე ბანაობა, იქ იყო წასვლა. არა აქვს მნიშვნელობა ზამთარი, ზაფხული, ყველა სეზონში რაღაცა მოდიოდა იმ ეზოში რა. თავარი ავტორიტეტი ვინ იყო მან? ბიჭო, რა არის, იცი, ჩვენთან რაღაცნაირად დემოკრატია. დემოკრატია კი არა, აი ძალიან ადრე დაიწყეს რაღაცა უფლებების მოცემა შვილებისთვის. დედაჩემი ცოტა აპასნი იყო დედაჩემი. ნუ ეთერი თქვით რომ ეთერისთან ეხა ეთერისთან მაინც ხო იცი როგორი კი იყო ჩემი დედობილი, მაგრამ ეთერისთან როგორი დისტანცირებული ხო ეთერისთან ესეთი ხშირად ხო არ წავიდა და მართვა ამ სამი გიჟის კიდე მამი და ჩემს შვილი ყავდა გიო მაგის სულს ვენაცვალე და ერთი შვილი ყავდა და ნუ გიო 72-იანი იყო ტყუპები 13-იანები მეც ფაქტიურად ერთად ვიზდებოდა რა. ერთი აქესავით აქეთ დედაჩემის მიშვილი ყავდა თამრიკო და ყველაზე ამრევები რო თქვენ იყავთ ეს გასაგებია, მაგას არ გელაპარაკებია. მაგ იერარქიას არ ემაშობეთ. ეხლა უყურე მე ჩემი დამოკიდებულება კიჭასთან. ჩემის მაგაცური დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის იყო და რომელიც ასაკის მიუხედავად, ასაკის სხვაობის მიუხედავად, ხა დღემდე დიდი ხარ. მე ვარ, შეხوار 69-იანი. მე ვარ 71-იანი, 8 წელი შენზე უფროსი. ნუ დაახლოებით. შეხარ სექტემბერში. 12-13 წელი დიდია შენზე კიჭა რა. კიჭას ეგეთი ის არის, ხა კიჭას შენ ძალიან გავხარ კიჭას და მითი რომ ისიც იყო სუპერ თანამედროვე ტიპი, ეხა ჩემთვის ხო და ოჯახში იერარქია, ბაბუები როგორები იყო? აუ მე მაგათი გაწეული ხმა, ერთადერთი აი ბაბუა ჩემი, ბორისი. რეზო ბაბუს ხმა არ გამიგია, აი არ გამიგია. ხო. ერთხელ მანქანა ვეთხოვე, უკვე დიდი ვიყავი და დავამტრიე. და გაკეთებული მოვიყვანე. და ერთადერთხელ რა შენიშნა რაც მომცა, რომ რაც თბილისში მანქანები დამტრეულა, ყველა მე გავაკეთეო და რაღა შენ გააკეთეო. ჩემი მანქანაო რა. აი როგორ მითხეცი რომ ვერ გამახარეო რომ წაიყვანე და დაამტრიეო. თავარია რომ არაფერი არ მოგივიდა. გუგული არჩილოვნა, ბებია ჩემი, ნუ აი რა გითხრა, აი როგორ აგიხსნა. ავად რო გახთა, ბაბუს სიკვდილის მერე. დედაჩემო თხოვა ირაკლის რა თავის ძმას და ლალის, რომელიც ეთყვებოდა ეხლა ბებია ჩემს ეხლა ლალი რას ისაუდება და წამოიყვანა და ჩვენთან ცხოვრობდა. და უკვე რო დასნეულდა და უკვე რო აი ლოგინში წვებოდა და რა კიდგებოდა, მაგრამ ნუ აი ძირითადად ზარი მოითხოვა ბიჭო, ზარი. ეგ საწყდება საბოლოოზე თუ იქ? ხო, ზარი მოითხოვა, რომ დაძახებაც არ უყვარდა რა, ხმამაღლა დაძახება, თამრიკო ან რეზიკო. ხო არ იყვირებდა ეხლა გუგული ელენე ბაგრატიონი ესე. ხო და ნუ გიждდებოდნენ მამაჩემზე, ნუ ჩვენზე რაღაცას. კიჭას და მაგ ზღოლის ამბავი როგორ იყო? საწყალი აღარ არის ცოცხალი, არც ის და არც ვისაც თხოვა ეგ ზღოლის. მაგაცი ყავდა ერთი დათომესხი, ძალიან კაი კაცია ეგ. მახსოვს. დათომესხი იყო გარაჟის დირექტორი, მე სხვა გარაჟის დირექტორი რაღაცა და ნუ გარაჟში
ავტობუსს ვარ თხოვდა რა, და ძღოლი მიპოვნეო რა. გამოუგზავნა იმან რა. ჰამლეტა რა. ჰამლეტამ უთხრა რომ ისო, მიხაილოვიჩი დამიძახეო რა მეო. ეგრე მეძახის ყველაო. ამან დაურეკა დათოს და ჩეჩევის ხაზეინი გამომიგზავნეო. ძღოლი თხოვეო, შეჭები მეო კიჭა უნდა მეძახოსო და მიხაილოვი და დიო, მიხაილოვიჩ სადა ხარ? აი მოვდივარ ცოტა ხანში ვიქნები და ჩვენ ყავდა რაჩიკა. მე მქონდა რაჩიკასთან როგორი ისა იცი ბრძოლა არგენტინა ბრაზილიის ხო ვიცი და არც ერთ თამაში რო არ უნახე ეგ არ არის რაჩიკა იმ დღეს რომ გეუნებოდი დაჯერ ერთ თამაში როგორი იქნება არ მოგწონში 9 ნახევარზე იძინებდა და დილას მოვიდოდა მე და ბრაზილიამ როგორ წააგო მე მეკითხებოდი შეჭამა ნუ დაიძინებ 9 ნახევარზე ნახავ როგორ საგებს ეს ბრაზილია მე მყავს ახლა ელდარი რამდენი ხანი 25 წელიწადია კარგად მიმყოფოს იმან რა ქვია ვერთხელ მაგის და ერთხელ კოვიდი დაემართა და ვერც გათბობა ვერ ჩავხდე სახში. ვერც შუქი ვერ ჩავხდე, ვერც მანქანა ვერ გამოვიყვანე გარაჟიდან. აი ზუსტად ეგრე მყავს მე დათო და შადიმანი ძაღლი გიждდება და აი როგორ ვარც იცი იყოფა ეს რომ შემოდიოთ და არ გაგიждდეს იმის მეშინი იმიტომ რომ დახტეს ესე ჩემსა და მოშორდა. ერთადერთი ცხოველია რომელსაც ვიყოლიებდი თუ აი ჩემი გულისთვის აი ყველაფერს იზავს და მე არაფერს არ მიდევ, არის მგელი. არა. ნამდვილი მგელი. აი იყო საქა? თუ მაინც და მაინც. არასოდეს ეს ახლა რა ქვია, ეს სტარკი თუ ეს მგელი და ხილი რო იყო ატლეტიკო მადრიდის პრეზიდენტი. გველეშაპი დადიოდა, ხო რა. ჩვენ ყავდა ნათესავი, აი ეს ეხლა გამახსენდა შეერყვებოდი, რომ ჩვენთან მოდიოდნენ, ჩამოდიოდნენ, ჩერდებოდნენ და რაღაც. მე მიყვარდა ცოდვა გამხელილი ჯობს ისა წინა საახალწლო პერიოდი რომ გოჭები და რაღაცები ჩამოდიოდნენ ნაცავი. ეს ნაცავი იყო ყველაზე სლაბი ტიპი, მოყავდა იადონები. იადონს ხარ შეჭამდი და ამიტომ ეს რა ქვია? ამიტომ რაღაცა შეძორი იადონი. ხო და მოკონდა გაუთავებლად ეს იადონები გაიგე და ნუ რაღაცა ხა ვერაფერს ვერ ისკანით რა. ბაბუაჩემ აჩუქა ამ კანს ორი ნაკვეთი. იმან სანაცვლოდ მოგვიტანა ორი იადონი რა არის იმაში? ხო იმის ლილოს იმაში იქ იყო, მაშინ კინოსტუდიაში იყო. დინარეც არის მე მგონი ლოჯინი. ხო. იქ იყო ბიჭო, ეხა რო იქ საოცარი ადგილებია და ძალიან კარგი, მაგრამ მაშინ ეხა ხო ხვდები როგორ იყო. მაშინ ჩვენ ხან იმაში რა ქვია, უკრაინაში ვისვენებდით ხან იმაში. ხო, ნუ ეხა მაშინ ეხა ადი მოუარე რაღაცას მაგის თავი არ ქონდა. ეხლა რო უკვირდები, ხო, ბაბუაჩემ გაუცვალა ლოჭინი ორ იადონში. სხვადასხვა ერთი შეჭამა კატამ უკრაინაში იადონი. ნუ მეორე მე არ შემიჭამე. ბიჭო, რა არის, იცი, აი ჩემი ბაბუების, ბებიების, ჩემი მშობლების და შეიძლება არ გამოდგეს როგორ მაგალითად, იცი? კარგ მაგალითად შეიძლება გამოდგეს საბედნიეროდ, მაგრამ აი როგორც ყველგან და როგორც ისე და როგორც ასე და რაღაცები ეს რაღაცები სულ შემიმჩნევია რა რომ ვიღაცა რაღაცას მალავს იმიტომ რომ ერიდება თავისი მშობლების აი ხანდახან ხო იცი გასაღებსო დაკარგავ ერთი ადგილის და უკვე რომ შანსი არ აქვს და დედაშენი მორიგეობიდან რომ მოვა და არაფერი რომ ადგილზე არ დახვდება რა აი არაფერი ყუბებმა იცოდნენ ხოლმე რა ბორში გინდა თუ სუპი თამრიკო გვეკითხება ჩვენ მეუნებით ბორში სუპს დალევ. ხო, დაჟა. რატომ ეკითხები მაშინ? სუპს დალევ. აი ეს ერთხელ მივედით ნიკა არის 2 წლის რა. ყველანი ვართ იმასე. დედაჩემთან და მამაჩემთან სახში და აი შევიდა თუ არა სახში ნიკამ და რაღაცა ბურცა ესე 2 წლის არის 2 წელი ნახე დაარტყა და ცოტა მჩატე იყო და გააქანა და რაც რამე იდო იმაზე რა ქვია პიანინოზე მაგიდაზე იმაზე აი ყველაფერი მოხვედა. გადმოვარდა და დაიმტვრა. ყველაფერი. და თეონა ეცა რომ ნიკა რასაკეთებდა რაღაც, თუმცა ცოტა ისე წამოხტომიდა და თამრიკომ ბავშვი ხელი არ მოკიდოთო. არაფერი არ უთხრა და ვაჟი რაც უნდა, აი აქ მოკიდოს ეხაო ხელი და უცბად ყუბები ეს ნახევთო. ამა შეხედე სუპის გულისთვის შეიძლება იმიტომ რომ ბებია. ხო. ხო, აი ეგ არის, ყაობა. ნახეო რა. შენ არა გაკენა? ეხლა რა თქმა უნდა. ერო მაგ ეგეთი უნდა. უყურე ეხლა აი გახდი შენ ბაბუა. აი ხა შეიძლება დამირეკოს და ბუკნარში წავიდი. აი ხლა აქედან პირდაპირ. ეგრე ანუ ბავში ანუ შვილი დაწნის შენგან იმას რა ქვია ბაზარს ხო?
ჩემი სიტყვები და ჩემი განათლება და ჩემი ემოცია და ჩემი გადმოცემის უნარი ვერც რეზიზე და ვერც სოფიაზე просто არ მყოფნის ისა რა ქვია რა. აი როგორ არის იცი, აი როგორ გითხრე ხა. აი რაღაცა აი რო შეგიყვარდება ხო ვიღაცა. აი შეგიყვარდება. ხო ნუ აი შენ საქციელზე მეც ვერც ერთი შენი გინდა galaktioni იყავი და გინდა იყავი რა ქვია სერვანტესი იყავი და გინდა რა ვიცი მე კიდე შექსპირი იყავი და გინდა ვის იყავი რა ქვია რა ვიცი შოპენი ვერც ერთი შენი ისა რა ქვია ვერაფერი ამ სიტყვებით იმას შენ ქმედებას ხო ვერანაირად ვერ ერთხელ ქენი ეგეთი სიგიჟე მახსოვს ნიკაზე რა რანაირ დრო იყო იცი რაღაცა ამიტანა რაღაცა იმან რა იქ ლონდონში ერთი რაღაცა აფეთქება მოხდა მე იქ რაღაცა და მიეწყო რა აი რაღაცა ამ 2-3 წლის განმავლობაში სულ თუ გახსოვს ერთხელ კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო და აი და რაღაცა მაგ დროსაც კი მაგ დროს სწავლობდა ნიკა იქა რა დიდი იყო უკვე უნივერსიტეტში ნახე მე შენ იქა ხო უნივერსიტეტში სწავლობდა ტელეფონი არა იყო რა გადაერია თელი დღე არა იყო ტელეფონი რა ვერაფრით ვერ მოვითვინე ხამე ვიყიდე ბილეთი და წავედი ლონდონში. ხო რომ მიხვალ, კარი ხო უნდა გაგიღოს თო. ჩვენი რეისი ხა მოგეხსენება ადამიანურ დროს არც ჩავჭავე მასე აკი. ხო წვიმს როგორ იცი? რა გასაკვირია. დავრეკე ზარი 8 საათზე და რა სად იყავი? აქ იყავიო სადმეო და მოხვედიო და ტელეფონს რატო არ იღებს მეთქი მეუთხარ. გაგიჟდა რა და დამჩავ. მეუთხარი ბიჭო შენ გიჟი ხო არა ხარ? შენი გულისთვის გიჟი მამა ხარ შენ. სამი თვითვრინავი გამოვიცვალე რა. არა, ერთხელ გავაკეთე რა. მამაც ეხა როგორ გითხე ხა რო გითხრა რო ეხა სადმე გამისვლა. რა იქნებოდი ხა ჯერსეთი სულ ყონდა ეს რა ქვია, ხო? ეხა შენი გრაფიკით, შენი იმითი რა ქვია მაგებზე ძალიან წდება გული რა. აი ნა. არა, ეგ ყოვა ეგრეა, ვერასწრებ რა, ეხა არა, თან ვერასწრებ და თან არა ხარ რა, ჩამოყალიბებული კაცი რა. იმიტომაც არის ეს შეგნება პოდკასტი მაგისია რომ ბაბუა იმიტომ ხია შეგნება არ ყოფნის რა იმისი რა აი უფრო სხვა როგორ გითხრა სხვა რამე გიდუხს რა უფრო რა ეხა უფრო ჯერ ეგეთი მეორეს ერთი ხა შენი მშობლები და შენი მეუღლის მშობლები თან რო ტოვებ ამ ბავშვებს ეხა მარტო იმიტომ ხო არა რომ შენ გინდა იმაში წასვლა კინოში ან დისკოთეკაზე ან ბაესტკაში ხო იქაც იქ არის მთელი იმათაც ეგაა რა იმათმა უნდა გაათფონ რა იმათმა უნდა დაამგვანო ადამიანებს და რაღაცებს მე გეუბნები რა ეხა კიდე კაი რომ რაღაცა ის არ მაქვს რა იმ ხელა ვალდებულებები ეხლა აი ეს 2-3 წელი რაც ბავშვები გაჩნდნენ იმ ხელა ვალდებულებები არ მაქვს სამსახურეობრივი და გამომაგდებდნენ რა ან მე თვითონ წამოვიდოდი რა განსხვავება ისაა რომ მე მყავს მარტო ერთი შვილი და ბიჭი შენ ყავს ორივე ბიჭი გოგო. აი გოგოსთან როგორ იყო აჩის და შოთის რო გოგო შვილები გაუჩნდათ. ჩვენ უკვე სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდით რა. არ მიყურებია რა მოკლედ გოგოს გაზ და რაღაცა წარმოვიდგინე ჩავიდოდი მოვეფერებოდი ჰა სადა მე ხელენში თამაშობდი ის იმაში რაღაცა ნუ აი თვეში ერთხელ თუ მოვახერე. ეხა ეს გაჩნდა და ყოველ დღე თან ეს გოგოები ხო იმითი ხო განსხვავდებიან კაცო რა ქვია ხასიათით და ნუ სხვანაირია რა მივხვდი რომ სხვანაირია რა უფრო მომთხოვნიო უფრო აფთარივით არის რა რამე თუ უნდა ხო და ბიჭები მაინც ხო იცი რა დაელაპარაკები გაიგებს რაღაცა ეხლა ნახოთ რა იმასთან შენ გაქვს რაღაც შენ გავლილი იმის გზადაში ამის უარ გექნება გოგოსთან არ მქონია ეხლა ისა რა ქვია რა ესეთი პატარა ბავშვთან ნუ მე არ ვიცი რა კიდე ერთხელ გეუბნებია რა თუნა გადავკე ვერაფრით ვერ გადმოვცემ ხა ამ მდგომარეობას ერთი ცუდი რაც აქვს რა აი ამ ბაბუობაში ხო ფულს რო იხდიდნენ არაფერს არ გავაკეთებდი მეც მარტო თბილებს გამოვიხეხავდი დილას საღამოს კიდე გამოვიხეხავ დავიძინებდი და აი ამაში რო ფულს იხდიდნენ ჩემზე მდიდარი და თეონაზე მდიდარი კაცი არ იქნებოდა რეზინ ფეხბურთი რო ითამაშოს არ მოიდგინე რა აი რო გაუმართლოს რა აი ვატოსავით კი არ გაწვალდა ესე ტრამვებით და ელეებით ეხლა ვატომაც სულ ვიძახი რომ კი გაწვალდა რაღაცა ამ ხელა სიამოვნებები მაინც მოვასწავლე რა ყოველ შემთხვევაში პირველი 6-7 წელი რა იმედია რომ კიდე გავცოცხლდებით
ეხლა წარმომიდგენია რომ ამან ფეხბურთი ითამაშოს და სად უნდა დადიოდეს ეხლა ფეხბურთზე რომ რომელიმე თამაშზე არ მივიდე სად უნდა იყოს თამაში სხვის თამაში დადიხარ და მაგარ ამას მოგიყვები რა აბუაჩემი იყო გალში მივლინებაში გალში ჩვენ ვიყავით ტურნირზე ადლერში პირველი ტაიმის მერე კარი იღება გასახდელის კარი პირველი ტაიმის მერე ლაპარაკ შემოვიდა პალტო თიჯიბეში ხელი ჩაიყო და ვაშლი მომიტანა გალიდან მეტი რა გითხარს და მეორე სადაც აი ესეც ბაბუაჩემს უკავშირდება რა ბაბუაჩემი დიდი ხანი არ იყო სტადიონზე ნამყოფი რა მაგას რაღაც თავის მიზეზები ჰქონდა რა ბასამაგის მაგაცი იყო და რაღაც ავარია და ამავდა ხო და დინამოში რომ ამიყვანეს უთხარი რომ მეთქი ბაბუ მეთქი რა გინდა თქო რა მოდი და შენ სახეს და გვარს მეთქი ტაბლოზე დაგანახე ოღონდ იმაში 11-ში კი არა მეთქი რომ აცხადებენ მეთქი აი გოლს გავიტანე ხო და მეტალის ვეთამაშებოდით რა პირველი ჯარიმა შტანგას გავარდყი და მეორე შევაგდე შეუსრულე ისა და სტადიონზეც მოვაბრუნე რა მამაჩემი ხო მაგრად თამაშობდა ადრე რა ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს ნუ რაღაცა ჯანმრთელობამ არ შეუწყო ხელი მე სწავლა მედი ინსტიტუტი ერთხელ მაგრა ვთხოვეთ მე და ტყუპებმა რომ წაგვიყვანეთ ხო ბაზაზე თქო რა ნუ ჯერ ხო ბალახი რო დავინახე და ჭკუიდან კი ნაღავ გადავედი რა ეს რა არის მე თვითონ ესეთი სწორი ხა ჩვენ სადაც გავიზარდეთ ავაზა იუდე სინათლე რაღაც სიბნელე რაღაცები ერქვა სტადიონებს ის იყო რა ან წითელი ან შავი ისა რა ქვია მიწა ხრეში ხო და ეს რო დავინახე ნუ აი ბილიარდის მაგიდა გეგონებოდა და ფეხზე დავიხადე გინდა თო ბურთი გათხოვო თუ იქიდან დაიძახეთ ხელოვა იქო რა ფეხზე დავიხედე და მაცვია ფეხსაცმელი რა ამით როგორ შევიდა არა როგორ წავედი იცი დინამოზე აი როგორც ოპერაში რა და თვითონ ეცვა ესპადრილები რო არის ხო იცი აი ზოგის ისა აქვს თასმები აქვს ზოგს არა აქვს ამას ეცვა გიჯას თასმებიანი ესპადრელი ეხლა ჩემი ზომა იქ ვის ეკნება ისა რა ქვია დინამოში პატარები ვართ რა მე ვარ რამდენი ალბათ 14 წლის ტყუპებიც ან 11 წლის და აი ესე ავდგები და გაჩვენებ რა ეს ბურთი ხო გადმოგვიგდეს და კიჭა წავიდა და იმასთან დადგა რა ქვია საჯარიმოს ხაზზე დადგა მემარჯვენეა ხო და აქედან ლეონოდიას უთხრა რომ ჩააწოდეო ლეომ ჩააწოდა და ეს ხო არის კარები თვითონ ესე დგას რა და აქედან დაუწვა იმ მარცხენა ფეხით და გაარჭო იქეთკენ დალნიში გოლი ნუ აი როგორ მინდა იცი რომ აბა გამოიწიე და ჩვენ შემოვალთ რაღაცა რა და არ ფეხსაცმელებით ეხა ვინ შეგიშვეს და მეთქი გავიხადოთ რა ფეხშველა შეხვედი აი მაშინ მოეჯახე შევედით ხო აი რაც რო დავიწყე ხა იმაზე იცი ცალკე თემა კიდე შენ რო ხარ და ანუ შენ რო რეზი არ ველაძე ხარ და ისიც რო რეზი არ ველაძე ხო კაი მე მქონდა ერთი პირობა რომ კაკუსის ვინახარ რომ კაკუსის უგურებდა ხოდი რა ვერ მივხვდი რომ ბარათაშვილი ჯობდა გვარად ხო და მამცრაცვაც კაი მაგრამ მე მივხვდი და მაგრამ მე ხო ბიზინა ბარათაშვილი და ეს რაღაცა მაგია კიდე ხო ამასაც რაღაცა თავისი რა რომ შენ ხარ გინდა არ გინდა რაღაცნაირად ედრები ხო ვინც არ უნდა თქვას აი რანერი ცხოვრებაც არ უნდა მე საქართველოზე ვლაპარაკო ხო აბა ხა იმაზე კუვეიტზე ხო რომ არ შეიძლება არც ეს უაზროდ იამაყო რაღაცეებით არც მოკლედ ზედმეტი რო არაფერი არ ვარ გამაქით მაგრამ ნუ ეგეთია რა ეს ქვეყანა რა შენ თუ ღმერთმა მაგისი ფუფუნება მოგცა და შენმა ცხოვრებამ ისე გაიარა რომ შენ ამ ბაბუობას და ვევიობას და ამ შვილიშვილობას და იმას აი ჯანიანად რა აი ჯანიანად მოესწარი რაღაცა სხვა რამეს გიტოვებს რა თქმა უნდა არ არსებობს რა სხვანაირი რამე და ეხლა შენ და ბაბუა შენ მართლა გავხართ რა ერთმანეთს ეს სათვალეები რო გაიკეთო შენ ეხლა ის ცოდო იქნება უსათვალო მამაჩემ ზაბაღე მეზობლო ბაბუა შენ უსათვალო ცოდო იქნება რა არის ის იმას დაკარგავს რა თავის ხო თავარ იმას რა ქვია ასე თქო პეც და შენ უნდა გაიკეთო ეგეთი სათვალე
და ძალიან დაემგვანები, მაგრამ გარდა იმისა, რომ რაღაცაში გინდა რომ მიბაძო, გარდა იმისა, რომ გინდა რომ მაგისნაირი იყო, გარდა იმისა, რომ შეიძლება პროფესიაც ესეთი აირჩიო. იმ სიყვარულს ვერ აბრუნებ რა ის იმას არა უკან ვერ უნდა ამიტომ უნდა დაიცადო და აგერ ელენეს შვილს იმას ქნა სანდროს უნდა გადავწი კარგი მოდი ხა ეს განცემა რომ იწყება ხოლმე მე მისვამენ კითხვებს ბრიცი გვაქვს ესეთი რა აი მე რასაც გავეცე პასუხი კითხვებს ახლა მოდი შენ დაგისვამ იგივეს ხო წელი რომელ ასაკში დაბრუნდებოდი მხოლოდ ერთი დღით და რატო რა ვიცი ხა ძალიან სენტიმენტალური პასუხი უნდა ვერ სენტიმენტური გავცე რა რომ რა ვიცი იყო ეგეთი ასაკი ჩემ ცხოვრებაში რომ სულ ყველა ცოცხალი იყო ვინც მე ძალიან მიყვარს თავისა მიყვარდა მათ შორის ოჯახის წევრებიც და ჩემი ძმაკაცებიც და საბედნიეროდ კაი ხანი იყო ყოველ შემთხვევაში მე რო ჩამოვყალიბდი ადამიანად რომელსაც აი ამ სენტიმენტების და ამ ცხოვრების ავის და კარგის გარჩევის იმაში რომ ჩავჯექი ასაკში ხო აქედან კაი ხანი იყო ეგეთი ამბები და მე ნელა მაინც მაგის ფასი არაფერი არ არის ჩემი აზრით აბსოლუტურად კარგი მოდი მეორე კითხვაზე გადავიდეთ რომელ სურნელთან რა გემოსთან ასოცირდება შენი ბავშვობის ოჯახური შეკრებები არის რამე ესეთი აი რაც ბიჭო არის გახსენდება რა და გახსენეს მე ეგრევე მიყავხარი კი ის არის ტყუპები აი ჭყუას კარგავდნენ იმაზე კიტრზე ვიცი კიტრზე არის ნენების არა აი შენ ვიცი აი რომ ისეთ კი არა რომ აი გათლილი გაუთლელი რაღაც აი ლუბოიკი კი რა ერთ-ერთი ეგ არის მამიდა ჩემის სახში მაგალითად აი ბლინები ჩემი ბებიების სახში მაიონეზის ბაჟე მაიონეზის რა სუნელები გემოქონდა ხოლმე და კი ბატონო კარგი გაიხსენე დღე როცა იგზენე რომ შენები ან უფროსები შენ დამაყობენ მოკლედ ერთხელ მამაჩემ ხო ესეთი რამე რომ ორი დასვენებაა რა არც ინსტიტუტი არ არის არც ფეხბურთი არ არის რა მართლა დასვენებაა და ისა გვაქვს ნათქვამი აქვს რომ აი სვენით რა მოკლედ 1-2 დღე ისე მომიწია რომ დავრჩი ჩემ მეგობრებთან რა წნეთში ტელეფონები ხო არ არის იმისი რა ქვია მობილურები და რაღაც მომენტში შემომითვალა რომ თხოვა რომ სახში მოდიო რა დღესო რა არის ორი დღე სახში არ მომიხარ აი მაგ დღეს სახში როცა უნდა მივიდე ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა გითხრა რომ გოგო მიყვარსო ძალიან ერთიო და თუ შეგიძლიათო უნდა გავიპაროთო და დამოყვევიო რა წავით 1-2 მანქანით 1-5 კაცი ქალი თანახმაა კაცი თანახმაა რაღაც 2 საათზე ხამე ჩამოვედი აქედან და კარებზე რომ დავაკაკუნე დედა ჩემი რო ადგა არ გაუღო კარებიო მამა ჩემი იძახის რა ხმამა ხო მეც ხა რაღაცას მოტრიალდი და მეორე ჩემს მაკაცთან რომელთან ერთადაც ვიყავი და ვიცოდი რომ არ ძინავს და სახში იმასთან მივედი ბიჭო გახდა 3 საათი და ამ ჩემი მეგობრის დედა მეუნება რომ კიჭა მოვიდაო ქვემოთ არისო და გარეკაო რომ 5 წუთი ქვემოთ იდგესო ახმედ კიჭი რა ხდება არა ისე გავხდი 20 წლის ავი მამაჩემთან ჩავედი ქვემოთ ხმას არიღებს მივდივართ და დიღმისკენ წავიდა გაცდა ბიჭო ყველაფერს გაცდა სადღაც მოტრიალ და უშბარო იყო სასტური იქ ჩამომაგდო სახში დაძინება თუ არ გინდა აქ დაიძინეო და ჩამომიოგდო უშბასთან ეხა წამოვედი იქიდან წვალებით ხან 300 ვალს დავახდი თავზე ხან იმას და წავედი ბებიაჩემთან დასაძინებლად რა და ბაბუაჩემთან ბერძენიშვილს ხო ეხა სახში მინდა მისვლა გამიცვდა ისინიც რა ტანსაცმელები იქ ამაკისა და ხა დედაჩემს რაღაცნაირად ვეუბნები რომ როდის მოვიდე მეთქი რა ვეუბნები და მოდიო ხო არავინ არ არისო სახში და მივედი რაღაცა თამრიკო ჩამეხუტა აქეთ იქით რაღაცა აი ესე ვდგევარ იმასთან რა ქვია აივნის კართან ხო
და დედაჩემმა გამითალა სტაფილო. ჭამ ამ სტაფილოს რა, ცოტა სველი როა, ხო იცი? სველი რა, რომ გაგითლია და მოგაწოდები და ამ დროს არ გადაირეკა ზარი და არ მოვიდა ისა. მამაჩემ. ხო და რაღაცა რომ მოიწია ახლოს ამ სტაფილოს კიდე ერთხელ რომ უნდა უკმიჩო, გამისრია და ხელიდან და წავიდა ქვემო და ამოვარტყი ეს ფეხი და დავიჭირე ეს სტაფილო უკან. არა უცმო. ეს ისეთი რამე გააკეთე რომ მე შეურიგდეთო და მე მგონი მაგიმითი იამაყა რა რომ ძალიან მაგრა დავიჭირე რა თან ესე პადიომით კი არა ცოტა გოსი ავარდი და ისე დავიჭირე სტაფილო და მან მივხვდი რომ ფეხბურთის თამაშიც კარგია ხელით რასაც ვერ ვაკეთებდი ფეხით გავაკეთე ბრავო ბავშვობის რომელ ნიუტს დაიბრუნებდი დიდი სიამოვნებით დღეს რო სადმე გეპოვა 84 წელს მამაჩემი იყო საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე და ჩემმა ბიძამ თამრიკოს ძმა მირაკლი ხო ამიყვანა მოსკოვში რომ დავხვდეთ კიჭასო იმას მოსკოვში რა უნდა და მე არ ვიცი მე ვიცი ხო 86 რაიმდებოდა მოსკოვში მაგის ძმაკაც იმის მაგრამ ნუ მე რო წამიყვანა და ჭყუიდან გადავედი ჯერ წარმოიდგინე ნუ ველოდები მამაჩემს რომელმაც უნდა ტანგოს ბურთი ჩამოგიტანა დოდო აბაშიძე რო გამოდის იმაში რა ქვია პირველ მერცხალში აი ესე ჩამოვიტანე ეგ ბურთი თბილისში მაგრამ სიამოვნება დიდი ხანი არ გამყვა ჩამოვიტანე თუ არა ესენი დაახტენ ეგრევე ორი ცალი თავზე და მე გადავინაცვლე იმაში რა ქვია სკამზე კარგი მოდი ახლა აქ ჩვენ ტრადიციებს მივყვეთ ახლა რა აქ რა უნდა გააკეთო ახლა შენ უყურე ესე იგი გვაქვს ჩვენ ეს გზავნილების წიგნი აქ ჯერჯერობით ერთი ჩანაწერია გიარონიშვილმა დაწერა აქ რაღაცები და ახლა შენ დაწერო გზავნილი შვილიშვილს რა ზიანს დაწერე რასაც გზავნილი ახლა იმაში ბოთში ჩაგდებას და იმას გავაბერებ გაგზავნა რაღაცა ის არის ალბათ ხო დარიგებასავი რაც შენ გაგიხარდება ხო რაღაცა რა რჩევა დარიგება სურვილი რა ვიცი რაც აი რაც გაგიხარდება რომ შენმა შვილიშვილებმა და აი მათმა თაობამ რაღაცა მე შენგან მიიღოს გზავნილად მარტო ჩემ შვილიშვილებზე გამომივიდა, მაგრამ არა ვიშვის. რა, მე რაღაცა. ეხლა მე მაგ შენთვის საჩუქარი. როგორც გითხარი, ორმა ნაბიჯმა შენს გამოგიზავნათ საჩუქარი, რომელსაც მე გაგატან და სამომავლოდ თუ დაიწყებს მას ამ გადაცემის მერე. ეგ სახლიც იქნა ვიყიდო, სადაც ის მექნება, სადაც ორი ნაბიჯი. სახლი ორი ნაბიჯი ყველგან არის, ამიტომ ეს ვინ არის? ეს არის წაუღი კიჭას ჩემგან. ვაზისა. დიახ. ბიჭო რაცივე ყოფილა ამას პრეცდავლები. კაცი. ერთმა შენ გონი არ დაგალებებდი, ხა? აი, დავქნათ ახლა. ეხლა სურათი დავდგავ ეს აქა, ესე? ხუი? დადი, ხო? აჰა. მოდი, როგორ გადავიდე? სანამ როგორც გაგიხარდა. აი, იქა, კაცი. სამო, აქა, ბიჭო, აქა. აბა, სანამ გადავიდე. აქა, სანამ გადავიდე. ისეთი ინტერვიუ ხარო. აბა, აჰა. მარადონა არ იყოს არგენტინა. აჰა, ჩვენ. როგორ დამინდე დღეს?